სახელმწიფო სექტორის ახალ მხარდამჭერ მექანიზმებს აანონსებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე წარადგინა აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაღრმავებასა და წარმოების გაფართოებას. თუმცა ნებისმიერი პროგრამის რეალური ეფექტი უნდა აისახოს ფერმერზე, რამდენად მოიცავს ახალი პროგრამა მათი ინტერესებს, რა გამოწვევები და შესაძლებლობებია აგროსექტორში. დეტალებზე ვისაუბრებთ აგრო 1959-ის მართლ პარტნიორთან. გიორგი ხანიშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის ახალი მოდერნიზებული ეტაპი სწორედ ასე აფასებს სახელმწიფო მათ გეგმას, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სწორედ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა. საინტერესოა მოვისმინოთ თქვენი შეფასებები, რამდენად პასუხობს ის აგროსექტორში არსებულ გამოწვევებს და ასევე ამ დრომდე არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებთან მიმართებაში რა უპირატესობებს ხედავთ? დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ თქვენი ცნობა საქართველოს სოფლის მეურნეობა გადის განვითარების გარკვეულ ეტაპებს. ნებისმიერ შემთხვევაში არის დრო, როდესაც ამა თუ იმ პროგრამაზე მუშაობს და სახელმწიფო, შემდგომ ამას ფერმერი იყენებს, ხდება ამ პროგრამების შეფასება, ასე ვთქვათ, როგორ იმუშავა, რა იმუშავა, რა იყო ნაკლოვანი მხარეები და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო თვითონ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპებს გადის ამ თვალსაზრისით, თუმცა ეს ეტაპები ცოტა შეაფერხა კოვიდმა თავის დროზე 2019 წლისთვის სამინისტრო უკვე მუშაობდა იმ პროგრამების განვითარებაზე, რომელიც ემპარდის ფარგლებში ვითარდებოდა იპარდის გადასვლაზე, ანუ ევროპის სამეზობლო პროექტიდან უფრო გაფართოებულზე, რომელიც ასევე ითვალისწინებდა გარკვეულწილად მობილიზებას თანხებს ევროკავშირიდან და ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირისკენ მუდმივად სვლას გულისხმობს, ფაქტობრივად აქაც ასახული იყო, მაგრამ კოვიდმა ძალიან ბევრი პროცესი შეაჩერა და მათ შორის ეს პროცესიც. ამიტომ მისასალმებელია ის პრეზენტაცია, რომელიც გუშინ წარმოადგინა სამინისტრომ. კომპლექსურად ეს, რა თქმა უნდა, კარგია, არის რაღაც გარკვეული მინიშნებები, სადაც სახელმწიფოს ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ეფექტი სადაც შეიძლება იყოს, რომ მონიტორინგის სისტემა ძლიერდება. ძლიერდება, რაც უზრუნველყოფს, რომ ფერმერმა მიღებული თანხები მიზანმიმართულად დახარჯოს, სწორად გამოიყენოს და ამ თვალსაზრისით ეს პროგრამა, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ამ პრეზენტაციამ დატოვა მთელი რიგი კითხვებით. თქვენ დააკვირდებოდით, რომ იქ იყო ძირითადი მიმართულებები, თუ რა მიმართულებები უნდა დაფინანსდეს და როდესაც ჩვენ დღეს მოქმედი პროგრამები გვაქვს და ხდება მისი გარკვეულწილად ჩანაცვლება, გამარტივება, ამ შემთხვევაში ეს პროცესი თეორიულად ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ კითხვები არის, შეიძლება ეს არ იყო ამ პრეზენტაციის, ასე ვთქვათ, დაფარვის სფერო, მაგრამ მთლიანად კითხვები უნდა გაიცეს ფერმერების მხრიდან. პირველ რიგში ეს არის კითხვა, აღნიშნული შეთავაზება რამდენად ამარტივებს ბანკებიდან რეალურად რესურსის მიღების შესაძლებლობას. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ 50%-იან თანადაფინანსებაზე, ეს იდეალურია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ დღევანდელი მოქმედი სტრუქტურის პირობებშიც კი, როდესაც თანხების მიღება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ამ პროგრამით არის გათვალისწინებული, ბანკებს უჭირთ რესურსის გაცემა ფერმერისთვის და იქ არის მთელი რიგი ბარიერები, თუ ამაზე დრო გვექნება, ამაზე სიამოვნებით ვილაპარაკებთ. რესურსებზე ხელმისაწვდომობას, კითხვა არის ასეთი, გაამარტივებს თუ გართულებს. სამწუხაროდ, ჩემი იმ ინფორმაციით, რაც მე მივიღე იქ, ფაქტობრივად ეს გართულდება და არ გამარტივდება. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად გასაცემია. მეორე კითხვა, რომელიც ასევე დამიტოვა გუშინდელმა პრეზენტაციამ, ეს არის, რომ ის პროექტი, ის ასე ვთქვათ, მიდგომები, რომელიც დღეს მუშაობს ფერმერებისთვის, არის რაღაც გარკვეულ თანხების მიღების საშუალება სახელმწიფოსაგან ცოტა ხანგრძლივ პერიოდშიც და მოკლევადიან პერიოდშიც სხვადასხვა პროგრამას სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. ახალი მიდგომა თანხობრივ მაჩვენებელში ფერმერს უფრო უმსუბუქებს ცხოვრებას და მის მიერ განსახორციელებული პროექტში უფრო მეტი სახელმწიფო რესურსი მიდის, თუ პირიქით. ჩვენ გვაქვს ესეთი ასე ვთქვათ, სტრუქტურას თუ შევისწავლეთ ამ პროექტის, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზოგადად
მოქმედებს გულისხმობდა ახალზეც ემსახურება ფერმერული მეურნეობის განვითარებას, მაგრამ ფინანსური რესურსის ღებულობს ძალიან დიდ ბანკი. და ამიტომ სტრუქტურა შეიძლება შეცვლილიყო ეგეთი და მეც მქონდა თავის დროზე ესეთი წინადადებები და ბატონ დავითანაც ხამაზე ვენასაუბრები ფინანსთა სამინისტროსთანაც, რომელიც საშუალებას იძლევა რომ სახელმწიფომ რესურსი დაზოგოს, უფრო მეტი რესურსი მიიღოს პირდაპირ სუბსიდირების გზით ფერმერმა და ბანკებში გადახდილი ფული შემცირდეს. ეს როგორი მოქმედებს, ჯერ კიდევ აქ კითხვის ნიშნები ამ თვალსაზრისით არის. და ჯამული კუმულაციური ეფექტი, როდესაც მე ვღებულობდი რაღაც X თანხას, იყო გახსოვთ არის 11%-იანი შეღავათი დაუშვათ დანერგემომოში 66 თვის მანძილზე, არის ძირითადი ფონდების საბრუნავი საშუალებების სხვადასხვა პროცენტი და სხვადასხვა წლები და ეს კუმულატიური ეფექტი როგორი იქნება ამ პროექტის შემთხვევაში. ამ კითხვებზე იქ პასუხი არ გაეცა, იმედია მოხდება შემდეგი კონსულტაციები, დამუშავება და პროექტს როგორც ყველა პროგრესული ნაბიჯი უნდა აუმჯობესებდეს არსებულს და არ უნდა აუარესებდეს. და კიდევ ერთ რამესაც ვიტყვი თუ დრო გვაქვს რომ მოქმედი პროექტი დანერგემომავალი მაქვს ხედელობაში ყველაზე სუსტი წერტილი პრაქტიკულ ნაბიჯებში გამოიკვეთა და არსებობს ეს არის შეზღუდვა თანხების, როდესაც 1.5 მილიონზე მეტი რესურსი არ არის და ეს იწვევს ფერმერული მეურნეობის დანაწევრებას. ანუ შეზღუდული არ არის რომ წარადგინოს ბევრი პროექტი, მაგრამ თითოეული პროექტი არის 1.5 მილიონ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამებს, სესხები აქვს აღებული სახელმწიფოს რომ დაქსაქსული მიწის ფართობები გააერთიანოს, მაგრამ პროგრამა სამწუხაროდ ამ გაერთიანებას ხელს არ უწყობს. აქაც შეზღუდვა 2 მილიონი ლარი, ფიქრობ რომ იმავე ტენდენციის გაგრძელება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი თუ კი ასეთი შეზღუდვა გაგრძელდა, იმიტომ რომ როგორც თქვი სოფლის მეურნეობის განვითარება ეტაპებს გადის და აქ ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი არის გამსხვილება, კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ჩვენ 90-იანი წლის რეფორმის შედეგად მივიღეთ დაქსაქსული მიწები საქართველოში, რაც არის სოფლის მეურნეობის განვითარების ყველაზე დიდი შემაფერხებელი ბარიერი და ფაქტორი. და თქვენი ხედვით ბატონო გიორგი, რა ტიპის ფერმერებს შეუძლიათ ყველაზე მეტად ისარგებლონ აღნიშნული ინიციატივით, მცირე და საშუალო ფერმერების, ვთქვათ, ადგილი რამდენად იქნება ამ ინიციატივაში? საქმე რაც შეიცით, ჩვენ გვაქვს არ მინდა ახლა ძალიან მტკივნეულად შეიძლება ჟღერდეს ჩემი პასუხი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ გვინდა ყველაფრის გამოთანაბრება. და ეს თვისობრივ წინააღმდეგობაში მოდის იმ რეალობასთან, რაც მეორეს ხრივ კითხვა ისმევა. ჩვენ თუ გინდა სოფლის მეურნეობის განვითარება, თუ გინდა გამოშვებული პროდუქციის ხარისხის მასშტაბების ზრდა, აქცენტი უნდა გაკეთდეს მსხვილი მეურნეობების განვითარებაზე, რომელიც წვრილს მიიბავს. ჩვენ თუ მხოლოდ წვრილს დავაფინანსებთ, ამ შემთხვევაში ეს ვერ მოგცემს იმ შედეგებს, რომელიც გვჭირდება, იმიტომ რომ საყოველთაობის დაფინანსება, რასაც შინ შემთხვევაში საზოგადოება თხოვლობს, არ არის ესე პირდაპირ, აქ უნდა მოხდეს მსხვილი ფერმერული მეურნეობების განვითარება, რომელიც ფერმერული მეურნეობაც წვრილს მერე თავისთან მიიბავს. რატომ არის რომ როდესაც ჩვენ ევროკავშირის თუ ამერიკის მაგალითებს სწავლობთ, ყველგან კოოპერატიული მეურნეობა მაგალითად 60%-ზე მეტია. ეს არის სწორედ წვრილი ფერმერული მეურნეობის განვითარების აუცილებელი შედეგი. როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მსხვილი ბიზნესია საუბარი. იმიტომ რომ წვრილ ბიზნესს არ ხელეწიფება მაღალხარისხიანი თანამედროვე პროდუქციის წარმოება. გუშინ მინისტრმა ამ კითხვაზე სწორედ პასუხი ახსენა საშუალო ბიზნესის განვითარების თემა. და ვფიქრობ, რომ თალად საშუალოზე ის კითხვები, რაც მე დავსვი, რომ პასუხები იქნება, იქ გამოიკვეთება, რომ შეიძლება თალად საშუალოც ვერ შეწოდეს აი ამ მექანიზმს, რომელიც ბანკიდან რესურსის მიღების აუცილებლობა იქნება. ჩვენ როდესაც ვახსენე, რომ 2019 წელს დაწყებული ქონდა იპარდზე გადასვლის თემა, აქ არის თელი სტრუქტურირებული გადასვლა, ეს არის ევროკავშირი როგორც მუშაობს, ზუსტად იმ პრინციპებზე გადასვლაზეა საუბარი, რომ ჩვენ გავამსხვილოთ ბიზნესი, გავზარდოთ მონიტორინგი და შესაძლებლობა გაჩნდეს, რომ ბიზნესმა მიიღოს სერიოზული სახელმწიფო დაფინანსება. ამავე დროს წვრილ ბიზნესებზე მოხდეს პირდაპირ სუბსიდირება თანხის გარკვეული რაოდენობით. ევროპაში ეს არის გარკვეული, დაუშვათ 15,000 ევრო
რომ 10,000 евро გააჩნია დარგებს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვინარჩუნებთ იმ არსებულ წვრილ მეურნეობებს და ვაძლევთ მას თანდათანობითი განვითარების საშუალებას, მაგრამ ბიზნესის გამსხვილება იძლევა შედეგებს. დღეს ახლა სახელმწიფო მუშაობს ეგრეთ წოდებულ მწარმოებელთა ორგანიზაციების კანონზე, მუშაობს როგორც სამინისტრო, ისე მუშაობს პარლამენტი, რომელიც ფაქტურად მოახდენს კოოპერირებას არა წარმოებისა და გაყიდვის სფეროში, არამედ გაყიდვების სფეროში. ანუ მსხვილი ბიზნესი, რომელმაც გაიკვალა გზა, მაგალითად, ლურჯი მოცვი არ არსებობდა და გავიდა 46 მილიონის. ვაშლის დანერგემომავალმა ხარისხიანი ვაშლი წარმოშვა, გამსხვილდა ბიზნესი და 20,000 ტონაზე მეტი გავიდა ექსპორტზე. ატამი გამსხვილდა ბიზნესი, მაცივრები გაკეთდა, 25-30,000 ტონა ატამი ყოველწლიურად ექსპორტზე გადის. ეს არის სწორედ ის ფორმულა, შედეგი, მე ამას ასეთ ვეძახი, რომ ბიზნეს სოფლის მეურნეობის განვითარება და ნახეთ როგორ არის. შინა მეურნეობებში საშუალო შემოსავალი ერთ მეურნეობაზე, როდესაც გვაქვს 6,000 ლარის ფარგლებში ერთ დასაქმებულ ადამიანზე, ბიზნეს სოფლის მეურნეობაში 58,000 ლარი. ეს ჩვეულებრივი სტატისტიკა, ესაც ნათლად აჩვენებს თუ სოფლის მეურნეობა საით უნდა განვითარდეს. ჩვენ გაგვაქვს ქვეყნიდან ექსპორტზე 1,527 მილიონი დოლარის სუფთა ქართული წარმოების სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. შესაძლებლობა არის 3-4 მილიარდი. მე 5-საც ვამბობდი და დღესაც თუ დაბეჯითებით ვიტყვი რომ 5 მილიარდი შეგვიძლია და ეს შეუძლია სწორედ გამსხვილებულ ორგანიზებულ ბიზნესს. და ბატონო გიორგი, კიდევ ერთი საკითხი, რაც სამინისტროში აქტიურად საუბრობენ აღნიშნული ახალი პროგრამის ფარგლებში, ეს არის ცოდნის გაღრმავება. ცოდნის დეფიციტი, რა არის ის ძირითადი საკითხები და რა მიმართულებით ჭირდება ქართულ ფერმერს ცოდნის გაღრმავება დღეს? ნახეთ, აქ არის ორი კომპონენტი. თვითონ ფერმერი მე ხლა დღეს კი არა საერთოდ არასდროს ადამიანებია თავი ფერმერული მეურნეობისთვის, სულ ამას საუბრობდით მაშინაც, როდესაც მე სახელმწიფო თანამდებობა მეკავა და დღესაც უყურებ რა ხდება. ყველაზე დიდი პრობლემა არის არა მარტო სპეციალისტის, არამედ უბრალოდ სოფლის მეურნეობაში ადამიანის დასაქმება მიუხედავად იმისა, რომ დღიური ხარჯი მეურნეობისთვის დაახლოებით ეს არის 100 ლარი. ანუ იქიდან გადასახადებს იხდით და დაახლოებით 70 ლარს ხელზე ღებულობს დასაქმებული. ყოველ დღე ეს არ არის პატარა ხელფასი, თუმცა ესეც მზარდია, იმიტომ რომ მოთხოვნის დეფიციტის გამომდინარე. მეორე თემა რაც არის, ეს არის სპეციალისტი. უშუალოდ რომელიმაც უნდა აგრონომზე იქნება თუ ვეტერინარზე თუ ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ როდესაც ჩვენ ცოდნაზე ვსაუბრობთ, აქ არის ორი მიმართულება. ერთი რომ მომზადდეს კადრი მეურნეობისთვის, რომელიც ამ პროდუქციას შექმნის და მეორე ცოდნა მიიღოს საზოგადოებამ, რომ სახელმწიფოს აქვს ასეთი პროგრამები. ძალიან ხშირ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობს რომ მიიტანოს ეს ინფორმაცია უბრალოდ რომ ასეთი პროგრამები არსებობს, საზოგადოებას რო ესაუბრები, გონია რომ ასეთი პროგრამები არ არის. პირიქით, არა მარტო საზოგადოება, ძალიან ბევრი ექსპერტსაც, როდესაც დეტალებში ჩაუღრმავდებით, მიაჩნია რომ საქართველოში მოქმედი პროგრამები თითქოს რამეთი ნაკლებია სხვა ქვეყნებზე. არაფერი სტრუქტურა ერთი და იგივეა. ჩვენ ევროპაში რაც იყო ეგრეთ წოდებული კაპის პროგრამა, იმის ანალოგია განმოტანილი აქვს და მუშაობს. დაფინანსების მასშტაბებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ევროკავშირის ქვეყნები GDP-სთან მიმართებაში 2.5-3% პირდაპირ ერებს სუბსიდირებას ღებულობენ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩვენ ბიუჯეტ ჯერ სამწუხაროდ ასეთი მასშტაბები არ შეუძლია, თუმცა 0.3-0.4%-ის ფარგლებში დღეს ჩვენ ზღებულობთ. მაგრამ მაგ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფერმერული მეურნეობები ევროპაში მაგალითად გადასახადებსაც იხდიან, ჩვენ ფაქტობრივად განთავისუფლებული ვართ ყოველგვარი გადასახადებისაგან. და ხშირად დისკუსიაში თქვენ მოისმენთ, რომ აი სოფლის მეურნეობა განთავისუფლონ გადასახადებისაგან და დიდი ხანია განთავისუფლებულია. უბრალოდ აი ეს ინფორმაცია და ცოდნა სწორედ ამას გულისხმობთ, რომ საზოგადოებასთან უნდა მივიდეს, რომ სახელმწიფოს აქვს ესეთი პროგრამები. აი ეს დიზაინი, რომელზედაც ახლა ვლაპარაკობთ პროგრამების, იმით არის კარგი, რომ უფრო მარტივია, ვიდრე დღეს მოქმედი ბევრი პროგრამა, ეს უფრო მარტივია. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პროგრამაზე აუცილებელი იქნება შეზღუდვების მოხსნა, იმიტომ რომ შეუძლებელია უბრალოდ
5 კაცზე გავაფორმებ და მაინც გავაკეთებ თუ ერთზე შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ პრაქტიკაში დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითად 50 ჰექტარი შეიძლება რომ გააშენო ბაღი და უნდა დაშალო 8 კომპანიად, რატო უნდა დააკუცბაცო? და რესურსი რატო უნდა გაფლანგო, როდესაც შეიძლება უფრო ეფექტურად გაკეთდეს ეს გადაიდგეს ეს ნაბიჯები. და ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტი აღნიშნული პროგრამის გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში თქვენი ხედვით რა შეიძლება იყოს? იგივეს ვიტყვი, ჩვენ როგორც კი მექნება იმ კითხვებზე პასუხი, ჩემი პასუხი იქნება უფრო სწორი. თუმცა ერთი რამე არის გარდაუვალი და იქ სტატისტიკის ანალიზის დროსაც გამოჩნდა. სოფლის მეურნეობა განიცდის აღმავალ პროცესს, ფერმერები ვითარდებიან, ძლიერდებიან, უფრო და უფრო მეტ ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქციას აწოდებენ, როგორც შიდა ბაზარს, ისე გარე ბაზარს და ეს არის უცილობელი წარმატება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ბუნებრივია ისე სოფლის მეურნეობის განვითარების. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებას. აგრო 1959-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ხანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით აგრო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ახალია.